რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე გადავიდნენ, შესაბამისი შეთანხმება ძალაში დღეიდან შევიდა. შეთანხმების თანახმად ორი ქვეყანა ერთმანეთის მოქალაქეებზე მრავალჯერად და სამწლიან ვიზებს გასცემს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს ქვეყნებში დარჩენა უწყვეტად 6 თვის განმავლობაში შეეძლებათ. რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ვლადივოსტოკში, აზია-წყნარი ოკეანიის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის მსვლელობისას გააკეთა. ხვალიდან ძალაში შედის ისტორიული სავიზო შეთანხმება. ის მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩვენი მოქალაქეების მგზავრობას და კავშირებს ჩვენს მეწარმეებს შორის. ეს შეთანხმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში. მადლიერი ვართ რუსეთის ამ და სხვა მოცემული შესაძლებლობებისთვის. რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს სავიზო რეჟიმის შემსუბუქება 2011 წლის გაზაფხულზე შესთავაზა. თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებას მწვანე შუქი მხოლოდ წელს აუნთო. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამერიკა-რუსეთს შორის მთელ რიგ საკითხებში არსებული უთანხმოების მიუხედავად ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რადგან ამიერიდან რუსეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის არსებული სხვაობის დანახვა შეეძლებათ. ამერიკა დაინტერესებული არის ალბათ იმით, რომ რაც შეიძლება თქვათ უფრო მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა ჩავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაიზიაროს თქვათ იგივე ღირებულებები, რომელიც დაკავშირებული არის კანონის უზენაესობასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტალურ პრინციპებთან. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას პოლიტოლოგი რამა საყვარელიძე პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წინასაარჩევნო პოლიტიკას უკავშირებს. რესპუბლიკელების მიერ წინ წამოწეულმა რუსეთის იმიჯმა, როგორც მტრის იმიჯმა, ჯერ შეაფასებინა ობამას რესპუბლიკელების პოლიტიკა და ეხლა ჩემის აზრით შესთავაზა კიდეც თავის საზოგადოებას აი ასეთი პოლიტიკური ნაბიჯი, რომლითაც მან ფაქტიურად გარანტია აიღო იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის და დარბილების პოლიტიკას ის გააგრძელებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ კანონი რუსეთის ფედერაციის საბჭომ 2012 წლის 18 ივლისს მოიწონა, ხოლო 28 ივლისს მას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა.